იწყება 65 კილოგრამი წითელი ფორმით დათო ფარტენაძე აჭარა და მისი მეტოქე საბა ღამბაშიძე გორი. ჯობს მედლები აქ მოიგოს საგარეჯურმა თორნიკი ასაბაშვილმა და ყაზბეგელმა ლაჟზავე გუჯაბეიძე. დაიწყო შეხვედრა. ფარტენაძე პირველივე წამებიდან წავიდა შეტევაზე, ზურგიდან შემოუარ, ეხლა დარჩა დაყვანა, დააფიქსირა და აქ რაღაც სასტოენი მომენტ ჩვენა დატრიალებამდე და კი ბატონო არც აძლევენ კიდევ ორ ფულას. ორი ფული დარჩა ანგარიში ძალაში, იქ როგორც ჩანს უკვე ზონიდანაც გავიდნენ და საჯმა ამიტომაც ჩასტვინა. ზონის ცენტრში მიმდინარეობში და ჯერჯერობით გონში. ისევ იგივე ეპიზოდი, ოღონდ ამჯერად უკვე ცდილობდა გადასვლას ღამბაშიძე. ვერ შეძლო და ეხლა შეიძლება თავად შეუტია, ნახეთ, ამ ხელშეკრულებას გაუძლო და შემდეგ გაიქცა ფარტენაძის ღამბაშიძე. პოლიციიდან თუ პირიქით. პირველი გასულა ფარტენაძე. არა, ფარტენაძე დაუწერეს ერთი ფულა. ნამდვილად ის გავიდა. მაგრამ აქ გაფრთხილება შეცდომითაა თუ რატომ ისე. ხო, გასკრიფტის მისეს გაფრთხილება ღამბაშიძეს. ასე გამოდის. ანუ ქულა გაფრთხილებითაც დასაჯეს. 4-ით მოყვა. აქ თვითონ ლეიბის არბიტრიც არკვევდა მსაჯებთან ამას. ჩვენ და წუთი და 23-ია სულ გასული. აჭარელებს ეს ერთი ფინალისტი ყავთ. აჭარას ბევრი ფინალურ ბოქსში არ წოლია მეგონა. ხო, არა, მარტო ეს ხავდა. თავისუფალში აჭარა ვერ არის თად ისე ძლევამოსილი როგორც ბერძნულ მომავალში, ბერძნულ მომავალ რო იყოს მაშინ სპასულა. სადა ახლა გამწვავება სადა ფარტენაძემ ფეხი აუღო ღამბაშიძემ ნახოთ თუ შეძლებს დაფიქსირებას წესით უნდა ჩაიყვანოს აქედან იღო ორი ქულა და არც ცდილობს დატრიალება უნდა სუტაკლია დატრიალება უნდა ვეღარ დაატრიალა 4-2 გერისში გრძელდება არა საჯმაც გააჩერა შეხვედრა 4-2 დარჩა კლავად ზალაში მეკემი დაჯილდება ფარტენაძეს ოთხი-ორი გახლავთ ანგარიში, ნახევარი წუთი ცოტა მეტი პირველი პერიოდის დასრულებამდე. 4-2 ფარტენაძის სასარგებლოდ. ეჭვება პირველი ნახევარი. რაც აქტიურობენ შესატევად. კი ბატონო დაიწყო შესვენება
იწყება მეორე პერიოდი. მე კი შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრის დამთავრების შემდეგ გაიმართება 70 კილოგრამში ფინალური დაპირისპირება გოგა ოთინაშვილი გორი, ლუკა გუგეშაშვილი ონი. მეორე ნახევარი. პარტენაძეს ხელი ისევ სკივა და ისევ სამედიცინო დახმარება ჭირდება და პაუზა მეორე პერიოდის განახლებისთანავე. მე კი შეგახსენებთ, რომ თქვენ თვალს ადევნებთ საქართველოს ჩემპიონატს თავისუფალ ჭიდაობაში 23 წამდელთა შორის, რომელსაც 2 დღის განმავლობაში გუშინ და დღეს მასპინძლობს ხაშურის სასპორტო სკოლის დარბაზი. ამ ჩემპიონატით გამოიკვეთება ის ბირთვი, რომელიც გააგრძელებს მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის 23 წამდელთა შორის. დასრულდა სამედიცინო პაუზა და იწყება შეხვედრა მეორე ეპიზოდი მისი. საჯებით ათქვირობენ ახლა ერთმანეთში რაღაცას, თვითონ სპორტსმენები კი დგანან მოჭიბრულები. დაიწყო საჯმაც მისანიშანი და დაიწყო შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ პირველი პერიოდის შემდეგ ფარტენაძე იგებს 4-2-ს. შესაბამისად, ღამბაშიძეს მართებს გააქტიურება, მაგრამ ნახოთ, რამდენად იპოვის ის თავის თავში საამისო ძალას, ან ფარტენაძე მისცემს თუ არა ამის საშუალებას. ცოტა ისეთი უხეში ჩამოყრებისთვის, თავზე ჩამოქაჩვებისთვის შენიშნას იღებს პარტენაძე. გორელთა მწვრთნელები აქამდეც რამდენჯერმე აპროტესტებდნენ მის ამ ქცევას. ახლა ღამბაშიძემ სადა შეტევაზე შესვლა, ფეხში შესვლა, მაგრამ კარგად ჰქონდა დაბლოკილი მისი ხელი პარტენაძეს და ახლა გაყვანაც არ არის, ეს კი გავიდნენ გარეთ, თუმცა ჩოგდენში ლეიბზე დაწოლილები გავიდნენ და შესაბამისად ფულაც არ მიუღია პარტენაძეს. გასულ ჯერჯერ ფარტენაძე ამ თავის ნატკენი ხელით. მეც ის ბოლო შეტევა მისი იყო. აქაც ახლა იგივე გასვლა. თუმცა ამჯერად მიიღო ფულა. 5-2 გახდა უკვე ფარტენაძის ასარგებლოდ. ახლა ის ცდილობს, რომ ფეხებში არ შეუშვას მეტოქე და ამ დროს სხვას არც კი ცდილობს რა იმის ღამბაშიძე. ბოლო წუთის დაიწყო. ერთი მცდელობა ფეხში შესვლის ღამბაშიძის მხრიდან, თუმცა ეხლა ზემოდან მთლიანად აკონტროლებს პარტენაძე. 40 წამი. ახლა ამას ერთი გდებაც არ ყოფნის უკვე ღამბაშიძეს. თუმცა აქ შემოუარა, დაიყვანა 2 ფულა 5-4.
და თუ დაატრიალა უკვე წინ გადის. დაატრიალა კი ბატონო 19 წამით ადრე დაატრიალა მეტოქე და 6-5 დაწინაურდა ღამბაშიძე, რომელიც ისევ აგრძელებს შეტევას. თუმცა საქმე გააჩერა 13 წამია დარჩენილი 6-5 უკვე ღამბაშიძე გახლავთ დაწინაურებული. პარტენაძე რაღაც ძალიან იოლად შეცდა იქ, როდესაც შემოვლის საშუალება მისცა. დამთავრდა შეხვედრა. მესამე ოქროა. საბა ღამბაშიძე საქართველოს ლევანდელი ჩემპიონი 23 წამბელთა შორის. მორიგი შეხვედრა, მორიგი წყვილი, რომელიც მე უკვე გამოგიცხადეთ 70 კილოგრამი. მორიგი გორელი, ზედიზედ მეოთხე წონაში მეოთხე გორელი, გოგა ოთინაშვილი, ონელი ლუკა გუგეშაშვილის წინააღმდეგ. ჩვენ დაჯილდოება ხო არა? წასით უნდა იყოს კი 60 კილოგრამის დაჯილდოება უნდა იყოს 61-ის ვკაცრავად.